ჩვენაც ეგება ინფიცირებული ადამიანები და არ გვინდა ეს სურათები, რომელიც დღეს რეალობას არ შეესაბამება, ხვალე გახდეს რეალობა. ჩვენ გვინდა ჩვენ მეგობრებთან ერთად, ჩვენს ოჯახის წევრებთან ერთად ვიცოცხლოთ და ამისთვის საჭიროა აი ამ ადამიანებმა, ფარმაკომპანიებმა დაწიონ ფასი, რათა სახელმწიფო მოახდინოს სახელმწიფო პროგრამის დაწყება და რაც უფრო დაბალი იქნება ფასი, მით უფრო მეტი იქნება მოცვა ჩვენი მოსახლეობის. ამიტომ დღეს ჩვენ გამოსული ვართ ზუსტად იმ 200,000 ინფიცირებული ადამიანის სახით, რომელიც ასაც ეს პრობლემაა და მოლოდინში არიან პირდაპირ მიწურო სიკვდილში. ეს არის მოვალეზე სიკვდილი და არ გვინდა რომ ეს სურათი ხვალე იქცეს რეალობა. როში და მერკი არის ორი კომპანია, რომელსაც აქვს რეგისტრირებული ინტერფერონი, სხვა კომპანიებს არ აქვს რეგისტრირებული ინტერფერონი და ისინი ყველაფერს ცდილობენ, რომ ფასი დაიჭირონ. ანუ 15 წლის განმავლობაში $15,000 აქვს დაჭერილი, 50% გაქვს შანსი რომ გაყიდო საფრთხე და ეს $15,000 გადაიხადო ვერ განიფურნო, ანუ არ არის ეს იდეალური წამალი, 15 წელს წინ მოგონებული წამალია, 35 მილიარდი უკვე ამოიღეს და ჩვენ მიგვაჩნია რომ დღეს უკვე ფასდაკლების დროა. ისინი უნდა ჩამოვიდნენ ეგვიპტურ ნიშნულამდე $2,000-მდე. ჩვენ თვლით რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, უფლება ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე უნდა იყოს დაცული და ამ ფარმებმა დაწიონ ფასი პრეპარატებზე, რომ ჩვეულებრივი ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი და ადამიანები არ კვდებოდნენ იმის გამო, რომ მათ არ აქვს ფული.